საკრებულოებში გამოკლებული ადგილების შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვა პარლამენტში მომდევნო კვირას მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მმართველ გუნდს მოუწოდებს ეს კანონპროექტი არ განიხილოს დაჩქარებული წესით და პროცესში CSKOS და ასევე დაინტერესებული მხარეების ჩართულობა უზრუნველყოს. სამართლიანი არჩევნები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ მმართველი გუნდისგან ვერ მოისმინეს შესაბამისი დასაბუთება, რაც გაამართლებდა ივნისში ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით ფინანსურ ხარჯებს. ეს დაჩქარებული პროცესი იყო და ჩვენ ყოველთვის წინამთავრობას ვაკრიტიკებდით ამის გამო, როდესაც ისინი რაღაც გარკვეულ ინიციირებას აკეთებდნენ გარკვეული საკითხების და შემდეგ არ თავდნენ ყველა დაინტერესებულ პირს განხილვებში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ საკითხის განხილვაში ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე CSKOS წარმომადგენლები. მართლაც ჩვენთვის გაუგებარი არის, რატომ გახდა ეხლა საჭირო ზუსტად ამ საკითხების წინ წამოწევა, იმიტომ რომ არსებული რედაქციაც არის ნორმალური. რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის, როცა თქვათ საკრებულოს 15 წევრიდან 5 აკლდება, ანუ 1/13 და არჩევნები არ ტარდება. როგორ არის ნორმალური? საარჩევნო კოდექსის მოქმედი ნორმით საკრებულოების შუალედური არჩევნები სექტემბერში ან ოქტომბერში იმ შემთხვევაში ტარდება, თუ გამოკლებული დეპუტატების რაოდენობა 5-ს აღწევს. ახალი ნორმით ეს რაოდენობა 5-დან 3-მდე მცირდება. არჩევნების ჩატარება კი არა 2-ჯერ, არამედ 3-ჯერ თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში იქნება შესაძლებელი. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შუალედური არჩევნები ჩატარდება თბილისის, ონის, მესტიის, ხობის, წალკის და ჩოხატაურის საკრებულოებში, სადაც გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 3 და მეტია. მე მაგ ორგანიზაციებს ვურჩევ, რომ ჩავიდნენ იმ რაიონებში, სადაც 3, 4, 5 ზოგ შემთხვევაში მაჟორიტარი არ არის რაიონის საკრებულოში და თითქმის რაიონის ნახევარი ზოგ შემთხვევაში არის მაჟორიტარების გარეშე არჩევნები. და ეს შესაძლებელია კიდე წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს. და თუ ეს მიაჩნიათ ნორმა და ეს მიაჩნიათ სწორად, მაშინ მე ვისაუბროთ რა. ეხლა ზედაპირულად მარტო ქაღალდში და მძიმე წერტილის ყურებას დაანებოს ზოგმა ორგანიზაციამ თავი. მათი მიერ დაწერილი კანონით გამოდიოდა, რომ თბილისის საკრებულოში ის რაც იყო, მაგალითად, ჩვენ როდესაც აგვირჩიეს 2010 წელს ჩემი ოლქიდან გასული ნაციონალი არც ერთ ხდომაზე არ მოსულა, 2 წელი არ ყოფილა ხდომაზე და საბურთალო იყო წარმომადგენლის გარეშე. და ეს იყო ნორმალური. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არანორმალურია, თუ მაჟორიტარული არჩევნები გაქვს, მაშინ მაჟორიტარი უნდა იყოს და თუ მაჟორიტარი მიდის, მაშინ უნდა იმ რაიონს ქონდეს შესაძლებლობა, რომ თავის წარმომადგენელი ყავდეს. ამიტომ ამას არ ჭირდება CSKO და მსოფლიო ექსპერტები, ეს არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, ფრაქციის შექმნა სჭირდება 3 კაცი. და არა 5. მათთვის ყველაფერი ხუთობით იყო, მაგრამ ფრაქციას სჭირდება 3 კაცი, ამიტომ ლოგიკა არის 3 კაცი. საპარლამენტო უმცირესობა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ უჭერს და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეთანხმება. ისინი თვლიან, რომ დაჩქარებული წესით პროექტის განხილვის მიზანია მმართველმა გუნდმა კოდექსის საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ნაციონალური მოძრაობის წევრები თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 წლით ადრე მსგავსი ცვლილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის. ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით ცვლილებების მიზანია კოალიცია ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვოს. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ თბილისის საკრებულო ჩაიგდოს როგორმე ხელში. 10-ჯერ დაიბარეს თითეული საკრებულოს წევრი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს საკრებულოში. ყველა ვინც გადავიდა უმრავლესობიდან ნაციონალურ მოძრაობიდან სხვადასხვა პარტიებში, მათ დაბარება აღარ მომხდარა. და რადგანაც ამით არაფერი არ გამოვიდათ, ეხლა უნდათ კიდე რაღაცა ცვლილება შეიტანონ. სწორედ მაშინ, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება დაჩქარებული წესით, ჩნდება ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის მორგებული ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, ესე იგი ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებას. მე ვერ ვხედავ ვერავითარ სხვა საფუძველს და სხვა ობიექტურ გამართლებას იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს ასეთი ტიპის კანონმდებლობის მიღება დაჩქარებული წესით, რომელიც არეგულირებს არა ეხლანდელ არჩევნებს, არამედ სამომავლო. საკრებულოებში გამოკლებული ადგილების შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა გასულ კვირას 82 დეპუტატის მხარდაჭერით პირველი მოსმენით მიიღო.